ეს სრულიად ახალი დიპლომატიური მიდგომაა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ჩემი აზრით ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ტრამპი ამბობს, ჩვენ გვსურს საქმე ვაკეთოთ. არ ვაპირებთ ომის წახალისებას და არ ვაპირებთ გითხრათ თუ როგორ უნდა იცხოვროთ ან რა ღირებულებებს უნდა ეყრდნობოდეს თქვენი საზოგადოება. თანაც ჩვენ ეს ყოველთვის ძალიან ცუდად გამოგდიოდა. ჩვენ არ გვსურს გიკარნახოთ თუ რომელია ცხოვრების სწორი სტილი. ეს ჩვენ თვითონაც არ ვიცით კარგად. ჩვენ ამას აღარ გავაკეთებთ. უბრალოდ გვინდა ორივე მხარისთვის მომგებიანი საქმეები ვაკეთოთ. ნახეთ თუ რას ამბობს ტრამპი. ბოლო წლების განმავლობაში ამერიკის ძალიან ბევრმა პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ ჩვენი მოვალეობა იყო უცხო ქვეყნის ლიდერების სულში ჩაგვეხედა. მათ მიერ დაშვებული ცოდვები დაგვენახა და ამერიკის საგარეო პოლიტიკის მექანიზმების გამოყენებით სამართლიანობა აღგვედგინა. ჩემს წინამორბედებს მოსწონდათ ჩვენი ძლევამოსილი სამხედრო სექტორის გამოყენება ამ მიზნის მისაღწევად. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სექტორი ახლა უფრო ძლიერია ვიდრე ოდესმე. სულ ცოტა ხანში დავამტკიცებთ პენტაგონისთვის $1 ტრილიონი ბიუჯეტს, რომელიც ყველაზე დიდი ბიუჯეტია ისტორიაში. საუბარია $1 ტრილიონზე, რომელიც საშუალებას მოგცემს კონდეს ყველაზე კარგი რაკეტები, შეიარაღება და ტექნოლოგია. იცით, არ მსიამოვნებს ამის გაკეთება, თუმცა ეს საჭიროა. ჩვენ მშვიდობა ძალის დემონსტრირებით უნდა დავამყაროთ. ჩვენ ამის გვჯერა, რადგან სხვაგვარად ცუდი რაღაცები მოხდება. იმედი მაქვს, არც ერთი რაკეტის გამოყენება არ მოგვიწევს. ერთი შეხედვით ეს მართლაც უაზრო ფულის პლანგვაა. თუმცა არასოდეს იცი თუ რა მოხდება. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ არ მოგვიწევს ამ იარაღების გამოყენება, რადგან რამდენიმე მათგანის დამანგრეველი ძალა იმაზე უფრო დიდია, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია. ჩემი აზრით, სხვა ადამიანების განსჯა ღმერთის საქმეა. ჩემი ვალი კი ამერიკის დაცვაა. ასევე მშვიდობის, ეკონომიკური წინსვლისა და სტაბილურობის წახალისება და სწორედ ამის გაკეთება მსურველი. არსებითად, ტრამპი იძახის, რომ უცხო ქვეყნების ლიდერებს ღმერთი განსჯის და რომ ეს ჩვენი გასაკეთებელი არ არის. ის აკრიტიკებს ამერიკის მიერ ერის მშენებლობის პროცესს უცხო ქვეყნებში. მოკლედ რომ ვთქვათ, ამერიკელები მიდიოდნენ უცხო ქვეყნებში და უბრძანებდნენ მათ, რომ უკეთესი უფლებები უნდა ჰქონდეთ ქალებისთვის ან გეებისთვის, რომ უფრო მეტად დემოკრატიულები გახდნენ. თუ ეს ქვეყნები არ უჯერებდნენ ამერიკას, მაშინ ჩვენ მათ სანქციებით ვემუქრებოდით და სხვადასხვა ზემოქმედების მექანიზმებს ვიყენებდით. ზოგ შემთხვევაში სამხედრო ძალასაც კი ვიყენებდით. ტრამპმა ღიად დააფიქსირა, რომ ეს მიდგომა დასრულებულია. ის პირდაპირ ამბობს, რომ მშვიდობა, ეკონომიკური აღმასვლა და პროგრესი არ ნიშნავს თქვენი ტრადიციების უგულებელყოფას. ამიერიდან ჩვენ თქვენს იდენტობას პატივს ვცემთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. არც ერთ პრეზიდენტს არ უთქვამს ასეთი რამ მანამდე. სახელმწიფო დეპარტამენტს მთელი სია აქვს იმის შესახებ, თუ როგორ ვუთხრით ძირს უცხო ქვეყნების კულტურებს და ტრადიციებს. ამ მიდგომას ჩვენთვის არანაირი წარმატება არ მოუტანია. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.